გამარჯობა ძვირფას საზოგადოება. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მოდერნიზმის და ახალი ადამიანის შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ მოდერნიზმი არის მართლმადიდებლური სწავლების ჯიუტ და თანდათანობით დამახინჯება მართლმადიდებლური მენტალიტეტის შეცვლის მცდელობა. ჩვენ ვიცით, რომ მოდერნიზმი შეიცავს თავის თავში 1000 გვარ დამახინჯებულ სწავლებებს, მათ შორის ერესის ელემენტებს, სხვადასხვა სახის კულტურულ ელემენტებს, ასევე ფილოსოფიის, იდეების და იდეოლოგიების ელემენტებს და ეს ყველაფერი შემოდის ეკლესიაში, საბოლოოდ, ხო? ხა ჩვენ გვაინტერესებს ბუნებრივია ვის შემოაქვს ეკლესიაში მოდერნიზმი და საერთოდ რა სივრცეში ვრცელდება ეს მოდერნიზმი. აქ ჩვენ ხედავთ ახალი ადამიანის ფენომენს, ახალი ადამიანი, რომლის შესახებაც ჩვენ ადრეც გვქონდა საუბარი და ხშირად იყენებს ამ ტერმინს მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი, ადამიანი, ასე ვთქვათ, უძირო, რომელიც გაემიჯნა მართლმადიდებლურ ცხოვრების წესს, გაემიჯნა ღმერთს და ცდილობს ყოველგვარად მოერგოს ამასოფლის იდეალებს და შექმნას ყველაფერი იმისათვის, რომ ადამიანი ამ ქვეყნად იყოს კმაყოფილი. ახალი ადამიანი არის ადამიანი, რომელმაც დაისახა მიზნად სამოთხე შექმნას დედამიწაზე, ასე ვთქვათ, ხო? ის ადამიანია, რომელიც ყოველგვარად ცდილობს გაექცეს გაჭირვებას ამ ქვეყანაში, რაღაც ტკივილს, სიკვდილსაც კი და ამას ყველაფერს ამართლებს სწორედ ახალი იდეებით, ახალი გამოგონებებით, ახალი მიდრეკილებებით და სწორედ ეს არის ეს ახალი სამყარო, რომელსაც ქმნის ეს ადამიანი. ანუ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ამ ახალ ადამიანზე, ჩვენ ვხედავთ, რომ სწორედ ამ ახალი ადამიანის ეპოქაში იქმნება სიახლეები, იქმნება მოდერნიზმი, იქმნება ახალი დროის სული, რაზედაც ასევე კარგად საუბრეს წმინდა იუსტინე პოპოვიჩი. ანუ ახალი ადამიანი ქმნის ყველაფერს მისი ირგვლივ, ეს მისი ნააზრევია, მისი შემოქმედებაა. ის ყოველგვარად მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანს როგორმე დაავიწყოს ღმერთი. და სწორედ ეს არის ის ფუძემდებელი, მოდერნისტი ვინ არის, როდესაც ამბობენ, ეს არის ახალი ადამიანი, რომელიც შემოდის ეკლესიაში, შემოდის თავისი სწავლებით და იკავებს ძალაუფლებას, იკავებს საკმაოდ სერიოზულ პოსტებს ეკლესიაში. აქ შეიძლება იყოს როგორც სასულიერო პირი, ასევე მორჩილი, შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი. ახალი ადამიანი ქმნის ახალ სამყაროს. მაგრამ ეს ახალი სამყარო, როგორც მამები დღეს ამბობენ, ეს არის სამყარო არა მარტო ბოროტის სამყარო, რომელიც ბოროტებაში საკმაოდ კომფორტულად გრძნობს. ეს არის სამყარო, რომელიც პირდაპირ მიმართულია ქრისტიანობის წინააღმდეგ. როგორც სერაფიმ როუზი ამბობს, ამ სამყარომ უკვე მიიღო აცრაო ქრისტიანობის წინააღმდეგ, ანუ მან შეიცნო უკვე ჭეშმარიტება, იცის ამის შესახებ, მაგრამ მაინც არ მიიღო, რადგანაც თითქოს და აცრილია ამის წინააღმდეგ. ეს არის სამყარო, რომელიც შექმნა ახალმა ადამიანმა. ახალმა ადამიანმა შექმნა ახალი დროება, ახალი სულისკვეთება ამ დროში. ის აღარ აზროვნებს მარადისობით, როგორც ამას წმინდა იუსტინე პოპოვიჩი ამბობს. არა, ის მხოლოდ დროებით ფიქრობს, ის მხოლოდ კომფორტზე ფიქრობს, ის მხოლოდ ამ ქვეყნიურზე ფიქრობს. მთელი მისი საზრუნავი არის ქვეყანა და აქ მოირგოს ცხოვრება, აქ შექმნას ყველაფერი და მთავარი მიზანი სწორედ ამ ქვეყნიურია. ის სრულიად გამიწიერებულია ეკლესიური თვალსაზრისით და მიუხედავად იმისა, რომ იყენებს ხანდახან რელიგიურ ტერმინოლოგიას, გარკვეული მისტიკაშია თითქოს ბრწყალებში ჩართული, მაგრამ სინამდვილეში ის აბსოლუტურად არაადეკვატურია ეკლესიური სწავლების მიმართ. ამის მაგალითი შეიძლება იყოს ზოგიერთი სასულიერო პირის ერთი მხრივ თითქოს და მისტიკური რაღაც ჩარევები, დამრიგებლური ტონით საუბარი და მეორე მხრივ შეიძლება ლაივში ჩაგერთოს ბარიდან ბოქსის ტრანსლაციის დროს. ანუ მისთვის ეს ყველაფერი ერთი და იგივეა, მიწიერი და არამიწიერი. ისინი სრულიად შერწყმულნი არიან, აერთებენ იმას, რისი შეერთება არ შეიძლება სინამდვილეში, რაც შეუთავსებელია, მაგრამ ისინი ახერხებენ ამას. მაგრამ როდესაც ისმის კითხვა, როგორ ახერხებენ ამას და სად ხდება ეს შეერთება შეუთავსებლობისა, ანუ სულიერისა მიწიერთან, ეს ხდება სწორედ ამ მოდერნისტის სულში და არა ეკლესიაში.
დიახ, მათ შემოაქვთ ეს სწავლებები, ცდილობენ რომ შემოიღონ. ეს რთულია მათი დაფიქსირება, რადგანაც სუფთა ტექნიკური თვალსაზრისით მოდერნიზმი არ გახლავთ ერესი. ეს რო იყოს ერესი და ჩამოყალიბებული გქონდეთ ჩამოყალიბებული სწავლება, მაშინ მას ეკლესია პირდაპირ დაუპირისპირდებოდა. არა, აქ უფრო რთული საქმეა, რადგანაც ეს ადამიანები მხოლოდ რაღაცა ელემენტები შემოაქვთ, ერესის ელემენტები, შემდეგ ამას გვისაღებენ როგორც რაღაც მოსაზრებას, მაგრამ ამავე დროს იმდენად არამდგრადნი არიან და არასტაბილურნი, რომ იგივე ადამიანი, იგივე მოდერნისტი განმაახლებელი, იგივე მოდერნისტ განმაახლებელისგან ჩვენ შეიძლება მოვისმინოთ სუფთა მართლმადიდებლური სწავლებაც კი. ამიტომ ადამიანი სწორედ აქ იბნევა. აქ იბნევა, მაგრამ სინამდვილეში ეს არის დამახასიათებელი თვისება მოდერნისტებისა, როგორც მე ვთქვით, რადგანაც მათ რო პირდაპირ ისაუბრონ ის, რაც მათ სურს ეკლესიაში, ხო, მაშინ ერიც ადგებოდა და ეკლესია მთლიანად ადგებოდა მათ წინააღმდეგ და დაისმებოდა სწორად საკითხები, მაგრამ ეს არ ხდება, რადგანაც ეს ადამიანები სწორედ მზაკრულად მოქმედებენ და ამ მზაკრობაში ეს იმდენად მზაკრულია, რომ შეცდომა იქნება იფიქროს ნებისმიერმა ქრისტიანმა მართლმადიდებელმა ადამიანმა, რომ ეს სულისკვეთება არ შემოაღწევს მასშიც. ანუ ეს იმდენად მზაკრულია, რომ შემოდის ნელ-ნელა და მთლიანად იპყრობს ნელ-ნელა ეკლესიას. ანუ ეკლესიის ორგანიზმს კი არ იპყრობს, მაგრამ იპყრობს ეკლესიის როგორც ორგანიზაციის სახეს. ისინი შემოდიან სხვადასხვა თანამდებობებზე, იკავებენ ადამიანები იკავებენ ისეთ პოზიციებს, როგორც უკვე აღვნიშნე, რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვანია და ნელ-ნელა თავის დოქტრინას, ასე ვთქვათ, ანვითარებენ და ავრცელებენ ეკლესიაში და დიდი ალბათობაა, როდესაც ადამიანი მოდის ეკლესიაში, მოხდეს სწორედ ამ სამყაროში, ამ მოდერნისტების სამყაროში, ამ ახალი ადამიანის სამყაროში, იმიტომ რომ ამ ახალმა ადამიანმა ყველაფერი შექმნა ამისთვის და ის შექმნა თავისთვის, სინამდვილეში, ანუ თავის მსგავსი ადამიანებისთვის. და ამრიგად იქნება სრულიად განსხვავებული სამყარო, ანუ ასე ვთქვათ, მეორე სამყარო შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ რეალური სამყარო არის ის სამყარო, რომელსაც მართლმადიდებლობის სწავლად მიიჩნევს, ანუ ღვთისგან დადგენილი წესებში ცხოვრების საზოგადოების სამყარო. ეს არის რეალური სამყარო. ეს არის რეალური დროება, რომელიც მარადისობით ცხოვრობს, იმიტომ რომ ქრისტიანმა იცის, რომ არა დროებითია ეს ცხოვრება, არამედ მარადიულია და ის მარადიულ კონტექსტში განიხილავს სამყაროს, ხო? ამის საპირისპიროა ზუსტად ეს მოდერნისტი. მაგრამ ვინ უპირისპირდება ამ მოდერნიზმს? ვინ უპირისპირდება ამ ახალ ადამიანს დღეს? ვის არ სურს იყოს ასეთი ახალი ადამიანი? ეს არის კითხვა. ასეთი ადამიანები შეიძლება იყოს ანტიმოდერნისტები, ანუ ის მართლმადიდებელი ადამიანები, რომლებიც ამას სწორედაც ეწინააღმდეგებიან, ანუ ამ სულისკვეთებას ეწინააღმდეგებიან. ისინი ნათლად ხედავენ, რომ ღმერთმა ადამიანს მისცა ყველაფერი იმისათვის, რომ იყოს ბედნიერი, იმისათვის, რომ ცხონდეს, იმისათვის, რომ იშრომოს ამ ქვეყანაში და რაღაცას მიაღწიოს. ამისთვის ყველაფერი უკვე მოცემულია ღვთისგან და ამ რეალობას ეს ადამიანი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ღებულობს. მას არ ჭირდება გამოგონილი სამყარო, რაღაცა სხვადასხვა მასობრივი კულტურებით, მასობრივი რელიგიებით, რომელიც ერთ-ერთი ნაწილით შეიძლება მივიჩნიოთ მართლმადიდებლური მოდერნიზმი, ანუ მოდერნიზმის ორთოდოქსია, როგორც ამას უწოდებენ. ანუ ეს ამას ეწინააღმდეგება ეს ადამიანი. მართლმადიდებელ ადამიანს არ ჭირდება რაღაცა გამოგონებები, არ ჭირდება გაიოლება იმ წესების, რომელიც უკვე დადგენილია ეკლესიაში. მას არ ჭირდება ამის შეცვლა, ხო? ის კმაყოფილია დოგმატებით, კმაყოფილია ცნებებით, რომელიც არის დადგენილი და იმ შეზღუდვებით, რომელიც დაადგინა ღმერთმა ადამიანისთვის ეკლესიაში. ამისთვის ყველაფერთვის მადლობელია და კმაყოფილია. ის არ ებრძვის ამ მდგომარეობას არანაირად. განსხვავებით ამ ახალი ადამიანისგან, რომელიც ვერ ეგუება ვერანაირად ამ წესებს, ვერ ეგუება, რადგანაც თვლის, რომ ღმერთი უსამართლოა. ანუ ეს მოდერნისტი სინამდვილეში თვლის, რომ ღმერთი ზღუდავს მის თავისუფლებას, მაგრამ ყველაზე დიდი ტრაგიზმი ის არის, რომ ასეთი ადამიანები შემდეგ თითქოს და თავისუფლებისთვის ბრძოლობენ, მაგრამ სინამდვილეში ამ მოდერნისტების მონობაში ექცევიან, მათ უჭერენ მხარს და მათ ნებისმიერ სიტყვას ასრულებენ. აქ არის პარადოქსული მდგომარეობა. ამიტომ ეს მდგომარეობა ზოგადად რო ავიღოთ, ახალი ადამიანი ქმნის იმას, რისი
რაშიც ის კარგად გრძნობს თავს და რაშიც ის სხვა საგრძნობინებს კარგად და სწორედ ამისთვის არის შექმნილი ეს მოდერნიზმი. ამისთვის ესე უნდა გავიგოთ და ის არ არის არანაირად მდგრადი ეს მოდერნიზმი, არ არის ერთგული თავისი იდეებისაც კი ახლა ამის წინ საუბარი გქონდა ერთ სასურველო პირთან და სწორედ ეს არის რომ ერთ აზრს გამოხატავს მართლმადიდებლურს, თითქოს მეორეს ეს მწვალებლურს და არასდროს არ არის მდგრადი, მაგრამ ერთი დამახასიათებელი თვისება აქვს მოდერნისტებს. ეს არის ის, რომ ისინი არასდროს არ ნანობენ თავის ჩადენილ ცოდვას, იმ ერეტიკულ აზროვნებას, რომლის ელემენტები მათ საუბარში, მათ სწავლებაში უკვე არის. ეს არის განმასხვავებელი. დიახ, ისინი მათ შეიძლება შეცვალონ პოზიცია, ანუ არამდგრადობა გამოიჩინონ, ისინი არასტაბილურნი არიან, მაგრამ არასდროს არ ნანობენ, განსაკუთრებით საჯაროდ, რადგანაც საჯაროდ საუბრობენ. ეს არის მზაკობა მოდერნიზმის და ადამიანებმა სამწუხაროდ დღევანდელ სამყაროში ეს იმდენად ბუნებრივი გახდა, იმდენად ეს გარემო, ეს სულისკვეთება, რომელიც შემოთავაზებულია უკვე, იმდენად ბუნებრივი გახდა, რომ ვეღარ ცნობს ამ არომატს ჭეშმარიტებისას ადამიანი და სამწუხაროდ ბევრი, როგორც გვეღნიშნე, ხებულობს ამ სწავლებას და სწორედ ამ სამყაროში გრძნობს თავს კომფორტულად, რადგანაც ეს არის მისი, ასე ვთქვათ, ნანატრი ქვეყანა. ჩვენთვის კი მართლმადიდებლობისთვის არსებობს მართლმადიდებლური სამყარო, არსებობს მართლმადიდებლური დროება. ჩვენთვის ყველაფერი განისაზღვრება მართლმადიდებლობის ჭრილში და სხვანაირად არ შეგვიძლია. ჩვენ არაფრის შეცვლას არ ვაპირებთ და არც არავის არ მოუწია ამის უფლება, რომ შევცვალოთ რამე, რადგანაც ის, რაც მოგვეცა, ის უცვლელად უნდა შევინახოთ და გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობას. ეს იყო ძირითადი ჩვენი სათქმელი. მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე.